კინო ნიუსების რუბრიკა გავეშურო და გავიგოთ რა ხდება კინოსამყაროში. სერიალი მობლენდი იგივე Gangsterlands, ჩვენი Tom Hardy მეორე სეზონს დატოვებს, ოფიციალური განცხადებით მისი გრაფიკი და გადასახები გრაფიკი ერთმანეთს ვერ დაემთხვევა და მას ეს პერიოდი ოჯახთან ერთად უნდა გაატაროს. კომპანია Stars-მა სპარტაკი აშურის სახლის მეორე სეზონზე მუშაობა გააუქმა, რადგან პირველ სეზონს დიდი რეიტინგები არ ჰქონდა. HBO Max-ის განაცხადით კი დრაკონების სახლის ახალ სეზონს ჩვენ მივიღებთ 21 ივნისს. ასევე ალისილი კეპების sequel სერიალთან გვაქვს ინფორმაცია, ჩარლი ჰიტონი ითამაშებს Stranger Things-ის ვარსკვლავი, ტომას შელბის შვილს და მე მგონი კარგი კასტია. ქრისტეს ნებარი გამომეპარა ინფორმაცია, არ ვიცოდით თუ მეორე ნაწილს იღებდნენ, უკვე ფილმს ეკრება აღდგომა მელ გიბსონის ფილმთან მაქვს საუბარი და მისი პრემიერა იქნება 6 მაისს 2027 წელს. ასევე გამოვიდა სერიალი Barrows-ი, 8 სერიანი სერიალია, ვისაც გიყვარს Stranger Things-ი აუცილებლად გირჩევთ რომ უყუროთ. ოღონდ ამ შემთხვევაში პატარა ბავშვები არ არიან მთავარი გმირები, აქ არიან მოხუცები მთავარი გმირები, რომლებიც მოხუცთა თავშესაფარში ებრძვიან რაღაც მონსტრს. გახსენებთ რომ 27 მაისს დაიდება ადამიანი ობობა ნუარის სერიალი, კრიტიკოსებმა 100 ბალიდან 78 მისცეს მას, ასე რომ მოუთმენლად ველოდები ამ სერიალს. შენ კი მადლობა მეგობარო რომ მიყურე და მომავალ შეხვედრამდე.